წარმოიდგინეთ, ერთჩვენიერი დღეს შენ და შემოწმა კაცმა გადაწყვიტეთ მოტყუებით ქალაქგარეთ რაიდზე გასვლა. ხედავ გზა გაფუჭებულია, რის შემდეგაც იხედები უკან და რას ხედავ. გამარჯობა, ეს ვაჟბატონი მე გახლავართ. მოვით ვისაუბროთ თუ რატომ და როგორ შემოვთხოვა ეს ყველაფერი. მოგესალმებით მოკლედ ყველას. დღეს მინდა ვისაუბრო ავარიაზე, რომელიც დამემართა დიდგორზე. ახლა მივდივართ სუპერსკინის შესახვედრად. რათა გამომკითხოს და გავიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ჩემი თუ შეგლიათ აირიდოთ ზოგადად ავარია. გააჩნია ახლა ეს ქალაქის პირობებში იქნება თუ ქალაქგარეთ რა. პირველ რიგში რა თქმა უნდა გაგაცნობ ჩემ თავს. მე ვარ საბა. ბაიკერი როგორც უნდა. ახლაც მომივიდა ავარია. უზე ჩემი გამოცდილების გამო. და მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ემოციები. მე ჩემო ძმაკაცმა ერთ დღეს გადავწყვიტეთ რომ წავიდეთ დიდგორზე. ყველაზე ცუდ დროს ახლა იწყებოდა სეზონი, თოვლი ჯერ კიდე არ იყო გამდნარი. მანქანები დადიოდნენ და ყრიდნენ მარილს გზებზე რომ თოვლი გამდნარი იყო. ჩვენს ყველაფერი არ გავითვალისწინეთ და წავედით პირდაპირ გზაზე. ყველანაირი მომზადების და გადახედვის გარეშე რა. ერთშენიერი დღე იყო, მზიანი, ავიცხელოდა საშინლად. მაგრამ არ ცხელოდა დიდგორზე. იქ ჯერ კიდევ თოვლი და ეყარა ხრეში გზაზე. მეც ამას არ ველოდებოდი, შევდიოდი მოსახვევში სწრაფად. და როდესაც დავინახე რომ ჩემი ძაღლი მოცურდა, ჩემში გამოიწვია დაბნევა. ვიდეოშივე გაჩვენებთ რა მომენტში დავიბენი და გავიხედე პირდაპირ, ხალოა? შემეშინდა რომ პირდაპირ არ გადავარდნილიყავ ჯებირებიდან. ამის გამო ვეღარ შევედი მოსახვევში და მომენტალურად დამიკეცა ხრეშმა საჭე. ეს რომ ამერიდებინა მაქსიმალურად უნდა ვიყავი ნელა მოსახვევში. არ უნდა დამეჭირა წინა ტორმოზისთვის და ასევე ცეპა. მედია ჩემი ხმა კარგად ისმის, ხარი არის დღეს. ზოგადად ქალაქში მოქცევა ანუ რა შეიძლება გაითვალისწინო, რა შეიძლება მოხდეს. ქალაქში როცა მოტოზეზე ხარ, მანქანის ძღოლები სარკეში ვერ ხედავენ რა. იმიტომ რომ შეიძლება მომენტალურად ისეთ მომენტში გამოჩნდეს, მე თუნდაც მყავს მანქანა და ყოფილა ისეთ შემთხვევები, რომ მოტო უცებ გამოჩენილა არსაიდან, როცა უკვე გახედილი მქონდა სარკეში. ეს რომ აირიდო თავიდან, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იარო და გაითვალისწინო იმ სიტუაციაც. რა მომენტში უნდა უჭრა და რა მომენტში უნდა გადახვიდე სხვა ზოლში ისე რომ თვითონ არ დაიზიანო შენი თავი და სხვაც არ ჩავაგდო ისეთ სიტუაციაში რომ ან სხვას დაეჯახოს ან შენ დაგეჯახოს. უნდა გეცოს რა თქმა უნდა შესაბამისი ეკიპირება ყველა ვარიანტში. მე გირჩევთ რომ ჩაიცოთ ტყავის, რა თქმა უნდა ცხელა და არ არის ტყავის სეზონი თუ რავი რაც არის, მაგრამ მირჩევნია მე დამცხეს ვიდრე ავარია მომივიდა და ვინანო რომ აი ტყავი რატო არ მეცვა. ეს კურტკა ეხლა რაც მაცვია რა, ეგ არის Alpine Stars-ის V4 თუ რაღაც მასე რა. მოკლედ ერთ სიტყვის არის ტყავის და არის ამ კურტკით სრიალე 40 როგორც ხედავთ ვიდეოში მოგიგდეთ კიდევ ერთხელ. ვისრიალე ბიჭებზე დაახლოებით 40 მეტრა და კურტკას არაფერი არ ჭირს ფაქტობრივად. და რა თქმა უნდა არც მე არაფერი არ მჭირს.
მხოლოდ მივიღე დაზიანება იმ მონაკვეთში, აი აქ, სადაც გახსნილი მქონდა კურტკა და იქ ნაწილი მოედო გზას რა. ნუ ეხა მაჯის იმებს არაფერს არ ვიძახი რა. ეგ რაც არ უნდა ეკიპირება გქონოდა, მაინც დაგემართებოდა, მაგრამ მადლობა მაინც ხელსაწყოებს და ყველანაირ ეკიპირებას რაც მეცვა. რაც უნდა გაითვალისწინოთ, უნდა იყოთ 100 თვალი და 100 ყური უნდა გქონდეს. წინასწარ უნდა მიხვდე, ვინ რას დააპირებს, სად მოუხვევს, უნდა გაითვალისწინო ეგ ყველაფერი რა. რადგან არ იცი უათავში. ყოველთვის წინასწარ უნდა გქონდეს, ანუ აი ეს მანქანა შეიძლება ეხლა ეს და გადმოვიდეს აქეთ რა, მაგრამ შენ ამაზე ვერ გაიგებ. შეიძლება თვითონაც არ იცოდეს და უცებ დაუფიქრებლად გააკეთოს ეს ყველაფერი. მაგრამ შენ ახლა მოტოციკლისტი ხარ. შენ თავზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღო და ეს ყველაფერი გაითვალისწინო. დაიცვა, თქმა უნდა, წესები, ია რომ შენს ზოლში არ გადაკვეთო. დაიცვა სიჩქარე. ის რავი, ავარიის 50% ალბათ იმის გამო ხდება, რომ არ იცავენ წესებს და არ ღვევენ სიჩქარეს. მე რაც გამიგონია, ჩემი თვალითაც მინახავს, ხდება ამის გამო. არ იცავენ წესებს, გადიან წითელზე, არ ღვევენ სიჩქარეს და შემდეგ როცა მანევრი უწევთ, ვერ შედიან მოსახვევში, მომივიდა მე, ან მანქანა გადმოუჭრის და ვერ ასწრებენ დამოხრუჭებას. აი მეორეს დავამატებ, რომ ყველგან უნდა გქონდეს თვალები რა, უნდა იყურო წინაც, მარცხნივაც, მარჯვნივაც, უკანაც. ყოველთვის ყველაფერს უნდა აკონტროლებდე შენს გარშემო რა ხდება. სარკეები, რამდენ ბაიკერს ვიცნობ და სარკეები, ან ისინი უყენია, აი წვრილები რო არის, რაც არაფერი არ ჩანს. უმეტეს შემთხვევაში მოხსნილია. მე რავი, ვერ არ მესმის ეგეთი ბაიკერების, იმიტომ რომ ყოველთვის დამაგრებული მაქვს სარკეები, ყოველთვის გაშლილი მაქვს და ყოველთვის უყურები სარკეებში, რომ აი, ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ შუქნიშანზე გაჩერებულა ბაიკერი და მოტოს კი არა, მანქანას ვერ დაუნახია და დაჯახებია უკნიდან. რამდენჯერაც შუქნიშანზე ვჩერდები, ყოველთვის უყურები უკან. და კიდევ რაც შეგიძლია დააირიდოთ, რითი შეგიძლია აირიდოთ ეს ყველაფერი არის შუაში გაჩერდეთ რა. ან მანქანების ოდნავ მოშორებით. ან შენ ხაზში აი ესე რო დგახარ, შეიძლება მანქანა რავი დაიბნეს, ან რაღაცა ვერ შეგამჩნიოს უცებ მანქანა რო არ დგას, ვერ დაგინახოს და დაგეჯახოს. ჯობია დადგეთ აი ესე შუაში, იმიტომ რომ სხვა მანქანას ხო ხედავს და იმას ხო არ დაეჯახება რა და იქიდან გამომდინარე შენთან ახლოსაც არ მოვა. კიდევ ერთ შეგიძლიათ აირიდოთ ეგ არის რომ შედარებით წინ გაჩერდეთ, აი დეკხაზის ოდნავ წინ. მეთა ძღოლი თუ გადმოკვეთავს, რა თქმა უნდა დააჯარიმებს კამერა და იმას არ აწყობს ჯარიმა. რაც შეეხება მეოთხე პუნქტი, ალბათ ის იქნება, რომ იცოდე გზა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, როდესაც მძღოლმა იცის გზა სად მიდის. და როგორი გზა არის, გაფუჭებულია, დაგებულია, მშენებლობა მიდის, ხრეშია, თოვლია. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი რამეა რა, რომ გაითვალისწინოს ადამიანმა. არა მარტო ის არამედ მანქანის მძღოლმაც ელია რომ გაითვალისწინოს. ავარია ზუსტად მაგის გამო მომივიდა, რომ არ ვიცოდი გზა, არ გავითვალისწინე ადგილმდებარეობა, რო შემხვდა გზაში თოვლი არ მივაქცია უყურადღება და მაინც წავედი. მოდიოდი მოსახვევებში სწრაფად, ვცდილობდი რომ დამეწვინა ბაიკია, მუხლი დამედო. მიუხედავად იმისა, რომ ეშარვალი არ მქონდა, მუხლის დასადები მქონდა, ტყავის შარვალი, რომელიც ახლა აღარ არსებობს, რადგან ავარიის შედეგად დაიხა, დაიგლიჯა და აღარ არის ვარგისი. მესმის ბაიკერი ხარ, გინდა ჩააჭირო, მოსახვევებში სწრაფად შეხვიდე, ბაიკი ხარ, ანუ ბაიკს როცა შეუძლია რომ სწრაფად იაროს, შენც გინდა რომ გააწურინო. მაგრამ ასე არ ხდება ქალაქის პირობებში. სხვაგანაც თუ სადმე ჩააჭერ, არის აუცილებელი რომ იყო მაქსიმალურად ყურადღებით.
აი ხა ამან რაც გააკეთა, არც პავროტნიკი ჩართო, არც არაფერი, არც გაიხედა დიდი ალბათობით, გადაუჭრა ეგრევე. არასდროს იფიქროთ, რომ ტარება. იმიტომ რომ ბაიკერი ზოგადად ყოველ დღე ახალ რაღაცას სწავლობს რა. თუნდაც თავის ბაიკს. ყოველ დღე ახალ რაღაცას სწავლობს. 2 წელია ვატარებ და დღითი დღე რაღაცა ახალს სწავლობ. არ ხდება რომ აი всё, მე 1 წელია ტარება ვიცი და всё, ყველაფერი ვიცი. ასეთ რამე არ ხდება. პროვაში. ეს მარტივა და მალე ვერ ისწავლი ტარებას. მაშინ უნდა იარო და აი პირველ ადგილას რო გახვალ, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ კარგად ვიცი ტარება. აი დამხეცებული. არც აი სვეჭკას რო დაამუყავებ, არამე ეგრე არ ნიშნავს, რომ რა. რა თქმა უნდა, ესეთი რაღაცები არ უნდა აკეთო ქალაქში. არ მემხრობია არც ღამე გაზაობას და რამე, მართალია მეც მიგაზავია, მეც მისვეჭკავია, მაგრამ სასურველი არ არის. რადგან ამით შეიძლება გამოიწვიო რამე სახიფათო სიტუაცია, შეიძლება გამოიწვიოს მე ავარია. ახლა ცოტა ხნით დაგემშვიდობებით და შემოგიერთდებით, როცა უკვე სკენისთან ერთად ვიქნებით.